იტალიაში ბოშებს, ჩაჩნებს ან ციგნებს ეძახდნენ. ამიტომ, როდესაც 1953 წლის ივლისში ჩვენს სოფელს მაცნე მოედო ზენობაში ჩაჩნები და ციგნები ამოვიდნენ და ლაშისხელის ჭალაში დაბანაკდნენო, ეს ცნობა ისე აღვიქვი, როგორც ყაჩაღების შემოსევა, რადგან ციგანისა და ყაჩაღის ეშმაკისა და გაღლეტილის სინონიმებია აგრეთვე გურიაში. მათი ბანაკის დასაზვერად რომ წავედი, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, ჯიბეში, სხვათა შორის ბაბუა ჩემის ნაქონი, დიდი ჯაყვა მედო. ხარზე მისივე ნაქონი ფილთა თოფი მეკიდა. 1905 წლის შემდეგ რომ არ გავარდნილა და არც გავარდებოდა, რადგან იმ გავარდნის დროს მოგრეჯილი ჩახმახის თავის ადგილას მემაგრებაზე აღარავის უზრუნვია. ასე იყო თუ ისე, ბანაკს მივეპარე, შორიდან დავზვერე და რას ვხედავ? ბოშები, ჩემი ხმაურიანი, მოცეკვავე, მომღერალი, ქურდბაცასა და მოჩხუბარი, საყვარელი, შავტუხა ბოშები. ბოშებს თავის მხრივ ისე გაუკვირდათ და გაუხარდათ ამთაში დაკარგულ სოფელში რუსულის მცოდნე ბიჭის აღმოჩენა, რომ კინაღამ მიშვილეს. ისთქე დაბანაკებას, სამჭედლოს გამართვას და ცხენების დაბორკვას მოანდომეს. დილით კი, როდესაც მამაკაცებმა ქურები დაბერეს, გლდემზე უროების კაკუნი ასტეხეს და სამფეხების, საბუხრე ჯაჭვების, ნამგლების, ნაჯახების და ცელების გამოჭედვას შეუდგნენ, ძუძუთა ბავშვებით ახენძრული მათი ჯალაბი, ზოგი ორსული, ზოგი გასათხოვარი და ყველა მაინც ერთნაირად მზეთ უნახავი და ეშხიანი ბოშა ქალი, კერკეტა, ნიგოზივით გურული დედაკაცები, ალბათ საღამოსთვის ხეებს ფოთლებიც აღარ შერჩებოდათ. ყველაფერი ერთ დღეს უნდა ჩახეთქო და ჩათქვლიო, თქვე უხრებოდა ქაჯებო. პატარა ხვალიზეც მეიდიეთ. უგიოდნენ ისინი ბოშებს და ეს დაუოკებელი მორჩილებას მიუჩვეველი ბოშები ჩემთვის აუხსნელი მორჩილებით ანებებდნენ თავს რბევას და თავიანთ ენაზეც უხსავდნენ აღვირახსნილ ბავშვებს, რომლებსაც მაინც და მაინც არ მოსწონდათ მშობლების მორჩილება. მოკლედ რომ თქვა, სწორედ ამაზე იყო ნათქვამი, მოვიდა სიეტყვა და დახვდა ქვაო. ბოშებზე იმდენი რამ თქმულა, დაწერილა, დადგმულა და გადაღებულა მსოფლიოში, თანაც იმ სათაურით, რასათაურით შემოთხრობას აქვს, რომ მე ახლა აბა რა უნდა ვთქვა. მაგრამ ის, რაც ჩვენ სოფელში მოხდა 53 წლის ზაფხულს, ვფიქრობ მაინც ღირს მოსაყოლად. წეღამ თქვი, ბოშები სოფელს კალიასავით მოედნნენ მეთქი. იმ დროს მთელი სოფელი თუ არა, ნახევარ მაინც მგლოვი არა იყო. მოგეხსენებათ ქართულ სოფლებში გვარებად და უბნებად ცხოვრობენ. ბევრი ერთმანეთის ღვიძლი და ახლო ნათესავია. ფრონტიდან მოსული დაღუპვის ერთი ცნობა ბარე 5 ოჯახს მაინც ჩააცვამდა ძაძებს. ასე გადაძაძულ სოფელში მოხვდნენ ბოშები. ამიტომ ცდილობდნენ თავიანთი თანდაყოლილი ცხოვრების ხალისი, ენთუზიაზმი, ზარზეიმი, ქართული წყევლა და ბოშური გინება, მაგრამ მწვავე კონფლიქტამდე საქმე მაინც არასოდეს მიდიოდა. მე ხელად დამიმეგობრეს ბოშებმა. ის კი არა, რომ გაიგეს ობოლი ვიყავი, მათთან ბანაკში წასვლა, ცხოვრება და გაბოშებაც კი შემომთავაზეს. ვინ იცის, როთა განმავლობაში ბოშათა ბარონიც კი გახდეო, მაგრამ მე ისევ ბებია ჩემის თხის მწყემსო ვარჩიე და ძირითადად სოფლისა და ბოშა დედაკაცების შორის თარჯიმნის ფუნქციით დავკმაყოფილდი. რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ მასწავლიდნენ ბოშურ სიმღერებს, ჩიჩოტკას და გიტარაზე დაკვრას. კაცებს თარჯიმანი მაინც და მაინც არ სჭირდებოდათ, რადგან ძირითადად სასოფლო სამეურნეო იარაღით ვაჭრობდნენ და მოგეხსენებათ, ვაჭრობისა და გასვლა გამოსვლის ენა ის საერთაშორისო ენაა, რომელსაც თარჯიმანი არ უნდა, რომლითაც დაიწყო კაცობრიობამ თავისი არსებობა და რომლითაც აპირებს მის დამთავრებას. ნენა, მომიყვანე ერთი კაი მარჩიელი ჩაჩანი ქალი და მე ვიცი შენი პატევისცემაო. მინდა ჩემს უანოიეზე ვარჩევიო, რაც ხა წერილში აგვიანდა. თხოვდა მეზობელი და მეც მომყავდა. აგრაფინასთან რომ მარჩიელი ციგნის ქალი ყავდა, მეც იგი მომიყვანე. კაი ამბები უწინასწარმეტყველებია ნენა და მე ვიცი შენი პატევისცემა. თხოვდა მეორე და მეც მომყავდა. აბა რა მეკნა. ყველა დაქცეულ ოჯახს თუ არა, ნახევარს მაინც ამოუმშრალეს მდუღარე ცრემლები თვალთაგან. ბევრ ჩაქრობაზე მიმდგარ კერას შეუბერეს სული. ისევ გააღვივეს, ისევ ააფუდეს და ყოველივე ამას რაღაც ერთი მუჭად თუთუნად, 2 თუ 3 კვერცხად, ნახევარ წველა ყველად, ერთ პატარა მჭადის ნატეხად, ერთ ბოთლ ადესაღვინოთ და ხანაც სულ უფასოდ, წყაროზე მერთმეული ერთი ჭიქა ცივი წყლის საფასურად აკეთებდნენ. ერთი მარჩიელობის ამბავი მაინც მინდა მოგიყვეთ. დილით ძნელაძის ქალი გადმოვიდა ჩვენს ეზოში და ბებიას ჩემს დაუძახა. რა იყო ნინა? გამოეხმაურა ბებია. ქერქაძის ქალო, შენი ბაღანა უნდა მათხოვო. მთლად ყავდეს. თუ მიაგნებ და რამეში გამოიყენებ მაგუგვანოს, მე მაინც არაფერში არ მარგია. მთელი დღე იმ ციგნებთან აგდია და გიტარას უბარტყუნებს. გუშინ 5 მასავით ყაჩაღი მომიყვანა. პირის გასასვლელებელი ბალი და პრასი აღარაა ჩემს ეზოში. რაც მიწის ქვეშ იყო და მიწის ზევით სულ გააწყვეს ყველაფერი. დედა ჩემი სიკვდილი, სულ არ დაუტოვებიათ არაფერი. შეიცხადა ნინამ. რავა არა, ტილი დაუდოვეს იმდენი წუხანდელ საკეთ ვხილავ და ვერ გამოუვლიე.
მაინც მათხოვე. არ დაიწუნა ძნელაძის ქალმა. ხომ გითხარი თუ მიაგნებ შენი იყოს თქვა, გამაჩუქა ბებია. ამას ჩემი ყურით ვისმენდი, რადგან ხეზე ვიყავი გასული და გუშინის მერე აგერ-აგერ სასწაულით გადარჩენილ ბავშვს ვეძებდი ზედ. ჩამოვიდი და ვეახლე ძნელაძის ქალს. რა იყო ბებიანინა? რაზე დაგჭირდი? დამასახლე, ნენა. მომიყვანა ერთი კაი მარჩელი ჩაშნის ქალი და მე ვიცი შენი პატივისცემა. ჩემს გრიშაზე მინდა ვარჩევიო. ნინა ბებიას თვალებიც რემლითა და მუდარით ჰქონდა სავსე. უარს როგორ ვეტყოდი. წავედი. თან გზაში ვფიქრობდი, ვინ მიმეყვანა ამ უბედურისთვის. შვილის დაღუპვის ცნობა მისივე გულის ჭიბიდან ამოღებული დედამისთან გამოსაგზავნი, ტყუით გაგლეჯილი, წერილი შინედო. აგერ უკვე მეორე წელია მოთქვამს. ნეტად კიდევ რაიმე სიმედი აქვს. როგორც ჩანს, დედის გული მაინც სხვა. რას თავისი თვალით არ უნახავს, არ სჯერა. სულ ცოტა ერთი ცისქნა იმედი მაინც აქვს გულის კუნჭულში. ამ ფიქრებით მივადექი ბოშათა ბანაკს. თითქმის ყველა საშოვარზე იყო წასული, მარტო ბანაკის უფროსის, ნიკოლას ორსული ქალიშვილი ოქსანა დამხვდა კარავში. უკვე მე-9 თვეში იყო, სიარული უჭირდა და იშვიათად დადიოდა სამარჩიელოდ. დავუჩოკე. ოქსანა, ყელი არ გამჭრა, უარი არ მითხრა. წამყევი, უბედური ხალია, ცოტა ანუგეშე. აქვს რამე? კითხა ოქსანა მოხალისოდ. ალბათ აქვს, რა გიგეძახის. დაეჭვებულმა უთხარი, რადგან როგორც ყველა სოფელი, ომის დროს ჩვენი სოფელი ჩიმშილობდა და ძირითადად ხილსა და ფხალეულზე გადადიოდა. უფრო მართლა რომ თქვა, სულს ღაფავდა. ალბათ, ვერა ხედავ ძლივს უნთქავ. წამოდგა უკმაყოფილო ოქსანა, მაგრამ ხათრი ვერ გამიტეხა და წამომყვა. მე კი გამოვეცხადე მესიასავით ბებიანინას, მაგრამ ოქსანა რომ დაინახა, ცოტათი შეკრთა. ეს ვინ მომიყვანე, ბიჭო? ამას რომ შობიარობა დაიწყო სახლა, საიდან მოვუყვანე მე ბებია ქალი. მაგას მოწუხარ შენ, თავის საქმე თვითონ უკეთიცის, დავამშვიდე. რას ამბობს? კითხა ოქსანა. ძალიან ახალგაზრდაა და მარჩიელობა საიდან იცისო, მოვატყუე. არხეინად იყოს, უთხარი, ტაშტი მოიტანოს. ალი, ერთი პეშვი მარილი, ოქროს ბეჭედი, 3 ნატეხი შაქარი. ყველაფერი უთარგმნე ძნელაძის ქალს. მაგი ხომ არ გადაეულა ნენა? შაქარი 3 წელიწადია არ დამსიზმრებია. შეიცხადა ბებიანინა. ახლა ოქსანას უთარგმნე ძნელაძის ქალის ნათქვამი. იმდენი იცინა გული კინაღამ შეუღონდა. ყველაფერი მოუტანა ბებიანინამ ოქსანას შაქრის გარდა. მერე ძლივს წამოიძრო მარჯვენა ხელის არათითიდან თავის ქორწილის დროინდელი სანიშნო ბეჭედი და ისიც გადასცა ოქსანას. ოქსანამ ხნეშით მოიკალათა ბუხართან. ტაშჩე წყალი დაასხა და ის ერთი პეშვი მარილის შიგ ჩაღარა. უშაქროდ გამოვა? იკითხა შეშინებულმა ძნელაძის ქალმა. უშაქროდ არა, თქვა ოქსანამ. აბა რა გოშველება? შეწუხდა ბებიანინა. ოქსანამ ჭრელი და ფარფაშა წელქვედას ჯიბიდან შაქარყინულის 3 პატარა ნაჭერი ამოიღო და წყალში ჩაღარა. ღმერთო, სიტყვა და სიკეთე არ მოუშალო ამ ღვთისმიერ ქალს. დალოცა ძნელაძის ქალმა და პირჯვარი გამოსახა ოქსანას. რაო, გვერდზე გაიწია ოქსანა. გლოცავს, აუხსენი მე. ოქსანამ დიდხანს ურია ხელი წყალში და როდესაც მარილი და შაქარყინული გადნა, შიგ ძნელაძის ბეჭედი ჩააგდო. ბეჭედმა წკაპანი გაადინა ტაშტის ფსკერზე. ცოტა ხანს კიდეზე იდგა, მერე დაწვა. სუფთა ოქროა? იკითხა ოქსანამ. ბაჯაღლო? ამაყა თქვა ძნელაძის ქალმა. ვისე ურჩიო? კითხა ოქსანამ. შვილზე, გრიშაზე. ორჯერ უთხრა ძნელაძის ქალმა და ამით აგრძნობინა სხვა დარდი და საფიქრალი არ მაქვსო. ოქსანამ მარჩიელობა დაიწყო. იგი 9 საათს ბუტბუტებდა რაღაცას თავის ენაზე. მითარგმნე, მეხვეწებოდა ბებიანინა. თავის ენაზე ლაპარაკობს და არ მეყურება. უხსნიდი მე. ოქსანამ უცებ შეწყვიტა ბუტბუტი და ძნელაძის ქალს მიუბრუნდა. ხედავ, თქვა მან. ხედავ ცოცხალია, უცხო ხალხშია, წამოსვლა უნდა არ უშვებენ. ტყვედ არის. ვაი, შვილო. ამოიკმინა ძნელაძის ქალმა. სული ედგას და იყოს. თავი აქვს შეხოული თეთრი დოლბანდით, დაჭრილია ალბათ, მაგრამ ცოცხალია. განაგრძო ოქსანამ. ძნელაძის ქალმა ეჭვით შემხედა ჯერ მე, მერე ოქსანას. უცებ ადგა, ის ტყვით გაგლეჯილი წერილი მოიტანა და ოქსანას გადასცა. ამას რას უშვობი? სისხლშემხმარი წერილი რომ დაინახა, ოქსანას სახე შეეცვალა. ტიკუდა მინია პრივიოლ ბალვან, კითხა ხმა დაკარგულმა. რა მეთქმოდა? თავი ჩავღონე და ოქსანას განაჩენს დაველოდე. ოქსანა ძალიან დიდხანს ფიქრობდა, ძალიან დიდხანს. მე და ძნელაძის ქალი გაუგნებული მივჩერებოდით და ოქსანამ თქვა. წერილი სხვისი ხელით არის გამოგზავნილი და ის კაცია მოკლული. ძნელაძის ქალი მუხლებზე დაეშვა ოქსანას წინ. იმ შვილს გაფიცებ, რომელსაც ელოდები. შეხაღადა მან ოქსანას. როდესაც ძნელაძის ქალის ნათქვამი უთარგმნე, ოქსანა გაშრა.
შიშისგან თვალები გაუფართოვდა, გაფითრდა, სახე გაუქვავდა და მუცელზე ხელები დაიფარა. თითქოს რაღაცისგან ან ვიღაცისგან იცავდა. მერე ფერება დაუწყო. თან რაღაცას ბუტბუტებდა თავის ენაზე. მე მომეჩვენა, რომ იგი ლოცულობდა. თან ისე მხურვალედ, რომ რაღაც უსაშვედო პატიებას თხოვდა თავის ღმერთს და კერპს. უცებ სახეზე ღვთიური სიმშვიდე გადაეფინა. ფერი დაუბრუნდა და ნაღულიანი ღიმილით მითხრა. Скажи этой старой стерве, что жив ее сын, и вот знамение. У меня роды начались, родится сын, и я его Гриша называю. Დავიდ რეხმისგან კალით ყველაფერ ამას უთარგმნიდი ბებიანინას, რომელიც შიშველ ფეხებს უკოსნიდა ბოშაქალს, ოქსანას კივილმა ცა და დედამიწა შეძრა. ნახევარ საათში მთელი ზენობანი და საბოშეთი ძნელაძის ქალის ეზოში იყო. ღვთისმშობელივით ხელს შეადაცებული წაიყვანეს ბოშებმა, თავიანთი ბელადის ქალიშვილი და გრიშა. მეც მათთან ვიყავი. უზარმაზარი კოცონის გარშემო დილამდე არ შეწყვეტილა ცეკვა, სიმღერა, თამაში, სმა, კოცნა, ხვევნა, ყაყანი და შიგადაშიგ ჩხუბიც, მაგრამ ეგ არ არის მთავარი ამბავი. არც ის, რომ ძნელაძის ქალმა ოქსანას თავისი ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. არა, მთავარი მერე მოხდა. ერთმშვენიერ დილას, სოფელმა რომ გაიყვიძა, ლაშის ხელის ჭალაში ჩამიჩუმი არ ისმოდა. ბოშები ღამით აყვრილიყვნენ, საკუთარი გუდანაბადი აეკრათ. თან სოფლის ერთი თხა, ორი გოჯი, ერთი ხბო, 20-ოდე ქათამი, კიდევ რაღაც წვრილ-წვრილი ნივთები აეწაფნათ და უზოკლოდ გამქრალიყვნენ. ეხლა ეს ქონება შეიძლება ვინმე სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მაშინ ეს დიდი კაპიტალი იყო და ის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი გოჯის გულისთვის კაცი კაცს კლავდა. ბოშების დაწევაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ისეთი ოთხთვალა დროგები და გადარეული ცხენები ჰყავდათ, მით უმეტეს არავინ იცოდა ოზურგეთის გზით ეძებათ ციგნები თუ ჩოხატაურის გზით. დავიდრე სოფელი მჯინვარებდა, დავიდრე სოფელი ხოთქოთებდა, დავიდრე სოფელი ბჭობდა. საღამოს კაცი ამოვიდა ზენობანში და ამბავი მოიტანა. მილიციამ იტვით ჩაჩნები დააკავა ჩოხატაურში, გამოტეხა ქურდობაში და ზენობელ დაზარალებულებს რაიონში გიბარებენო. ყველა არა, მაგრამ ნახევარი სოფელი მაინც წავედით. ზოგი მართლა დაზარალებული, ზოგი სეირის საყურებლად. მივედით მილიციის ეზოში. იქ იდგნენ ბოშები. თვალს ვერ გვისწორებდნენ. რომელ წუთს გამისკდებოდა გული არ ვიცოდი, ისე მრცხვენოდა, ტირილი მინდოდა და იმ წუთში რატომღაც ბოშებთან დგომა მერჩია ვიდრე ჩემს სოფლელებთან. ნუ თუ ვერ ხვდებიან, რომ ეს უბედურები ქურდები არ არიან. უბრალოდ სისხლში აქვთ ქურბათაცობა და რომც არ უნდოდეთ, გვერდით რომ რამე ჩაუარონ, ის ნივთი თვითონ აეკრებათ ხოლმე, როგორც მაგნიტს. ფიქრობდი მე, მაგრამ მე ვიმკითხავდა. როგორც იქნა გამოვიდია კაბინეტიდან მილიციის უფროსი კიკიტიე ოსეფაიშვილი აიონის მოაჯირს დაეყრდნო და ისე მიმართა ზენობელებს, როგორც სარდალმა აღულმის მონაწილეებს. ისნობ თქვენ ამ ხალხს. რა ვარ ვიცნობთ, შეკაცო, 2 კვირაა ზენობანში დგანან. გამოვიდა სოფლის უხუცესი, ბრძენი ლევარსი ბერეჟიანი. თქვენია იგი საქონელი, მიუთითა კიკიტიამ. ხალხს მოპარულ პირუთსა და ნივთებზე, რომლებიც ეზოს ერთ კუთხეში იყო მიყუჟული და მიბმული. აგი ჩემია, აგი ჩემია, აგი ჩემი. მისვიდა ყველა თავის პირუთს, ფრინველს და ნივთს. დაბრუნდით უკან თქვენ უანოებო. მიუბრუნდა თანასოფლელებს ლევარსი ბერეჟიანი. ხალხმა დამდგრულივით დაყარა ნივთები და ხელი უშვა პირუთს. რაშია საქმე, ბატონო კიკიტია? რაზე დაგვიძახე? კითხა ახლა მილიციის უფროსს. დაყრუდი ლევარსი ბერეჟიანო, ხომ გეუბნებით, მიხედეთ თქვენ საქონელს და ამათ მე მივხედავ მერე. რომელ საქონელს, კიკიტია ბატონო? კაცო, ხომა ეს საქონელი თქვენი? გადაირია კიკიტია. იყო ბატონო კიკიტია. რას ქვია იყო? გადახედა სოფლელებს მილიციის უფროსმა. იყო ბატონო კიკიტია და გაუცვალეთ ზოგი სამფეხში, ზოგი ჯაჭვში. არსენა გუდავაძე, რომელია შენი საქონელი? მიუბრუნდა ლევარსი თავის მეზობელს. რომელია და ის ყურმოჭრილი გოჭი. ხელი გაიშვირა არსენამ თავისი გოჭისკენ. ხომ გაუცვალე მაგის შენ ჩაჩნებს სამფეხში და ჯაჭვში. გაუცვალე, აბა არ გაუცვალე? არ გამიგია მე სამფეხის 4 ფეხში გასვლა, გაიცინა კიკიტიას. მაგი ჩემი საქმეა. ამაყა თქვა არსენიმ და გვერდზე გადგა. აგი მეორე გოჭი? იკითხა კიკიტიამ. მაგას არ გავს პატრონი. თქვა ვიღაცა ხალხიდან. ეს თხავისია. არ ვიცი მე. რომ არ უკითხავთ მისთვის ისე იუარა ძნელაძის ქალმა და ისიც გვერდზე გადგა, გვერდზე რომ გადგა, თხა პეტელით გამოეკიდა თავის პატრონს. შენი თუ არა, რაზე მოგდევს, ნინა? აგითხაი, კითხა კიკიტია. იმაზე მომდევს კიკიტია, რომ თხაია და უჭყუა ჩემსავით. უპასუხა ძნელაძის ქალმა. მერე მოკიდა თხას ხელი, ძალით მიათრია ბოშების დროგთან და ზედ მიაბა. ქალებო,
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ქათმები მაგ მარჩიელობაში და კარგ ამბებში გაუცვალეთ თქვენ ამ ჩაჩნის ქალებს. მიმართა სოფლის დედაკაცებს ლევარსი ბერეჟიანმა. ნამდვილად მასია, აღაყანდნენ ქალები. აბა თუ არაფერი არ დაგიკარგავთ, რამ გადმოგაცვინათ ამ შუაღამეზე შოხატაურში? იკითხა მოულოდნელობისგან საქციელ წამხდარმა გიკიდიამ. რაღაც სხვა ფარცაგი უბედურება გვეგონა გიკიდია ბატონო. ხომ იცი? ომია და გაამართლა სოფელი ლევარსი ბერეჟიანმა. არც ამ ხმოს ყავს პატრონი. უკანასკნელად გაიბრძოლა კიკიდიამ. მაგით შემიიყო და ვაჩუკე ჩაჩნევის უფროსს, თქვა ლევარსი. რატომ აჩუკე? ლევარსი. ბიზაშვილად გერგება? კითხა კიკიდიამ. რატომ და მის ქალიშვილს ბაღანე გოუშთა ჩვენ სოფელში და ზენობრიდან წასული გრიშაია ძნელაძის სახელი დაარქვა. განცვიფრებული ბოშები ხან ჩვენ გიყურებდნენ და ხან მილიციის უფროსს. გრძნობდნენ, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა მათ გარშემო, მაგრამ როგორ და რა ბოლომდე ვერ გარკვეულიყვნენ. კარგი, თქვა ბოლოს მილიციის უფროსმა. რახანასია საქმე დაბრუნდით ზენობანში, მაგრამ არ იფიქროთ ავტობუსი გათხოვოთ. რა ვარც გამაბითურეთ და შემარცხნეთ ამ ჩაჩნებთან, ისე წაბლაყუნდით ახლა ფეხით. გვითხრა და ზურგი შეგვაქცია. Езжайте, дорогие, и извините, пожалуйста. Нет у них к вам никаких претензий. მიუბრუნდა იგი ბოშათა ბანაკის უფროს ნიკოლას. ჩვენ და ბოშები ერთად გავედით მილიციის ეზოდან. კარგა ხანს ვიდექით ერთმანეთის პირისპირ. მერე ბოშებს ნიკოლა გამოიყო. მივიდა ლევარსი ბერეჟიანთან და კერძზე ემთხვია. მერე ოხმოდ შეტრიალდა და წინა დროგის კოფოზე დაჯდა. უცებ გაისმა ველური ყიჟინი, სტვენა, მადრახების კაცუნი, ბორბრების გრიალი და ბოშების თავაწყვეტილი ბანაკი საჯავახოს გზაზე გაფრინდა. წავიდნენ ჩემი შავტუხა, ხალისიანი, მოჩხუბარი, ჭედელი, მოცეკვავე, მარჩიელი და ქურდბაცაცა ბოშები. წავიდნენ უკან მოუხედავად, თან წაიგეს ჩვენი სოფლის ერთი თიცხნა დოვლათი. სამაგიეროდ ლაშის ხელის ჭალაში იმედის ისეთი კოცონი დაგვიტოვეს, დღესაც მანთია გულში. წავიდნენ ჩვენი ბოშები, ჩვენ კი სევდიანი, მაგრამ საკუთარი საქციელის უზომოდ კმაყოფილები და ბედნიერები ფეხით შეუდექით ზენობნის გრძელ და გაუთავებელ აღმართს.